სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების და ვამთავრებთ 36 ნაწილს, რომელიც არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შენო კითხვა ძალიან, ესე ვთქვათ, უფრო პროფესიულია, ან უფრო სწორი თქვას, უფრო სიღრმისეულია, უფრო თეოლოგიურია და გთხოვთ, რომ ელემენტარულად მიადევნოთ ყურადღება და არ დავიბნეთ, რამე თუ შეიძლება რაღაცა უფრო ის მოგეჩვენოთ ჩვენ რიგით მსმენელებს. ასევე იქნება სიტყვის განსაზღვრება დისპენსაციონალიზმი, ხო? და რამდენად ბიბლიურია იგი და მე ადრეც მოგაწოდეთ ეს განმარტება და კიდევ მოგაწოდით მაგ განმარტებას და ლაპარაკია ისე იმ წიგნზე, რომელიც წიგნიც უნდა გამოვიდეს, ესე იგი 88 წლის მაისში გამოდის, სახარება იესო ქრისტეს მიხედვით, რომელიც იყო ბესტსელერი, ყველაზე ცნობილი წიგნი ბატონი ჯონ მაკარტურის, სადაც ლაპარაკი არის, რომ ადამიანები იღებენ იესო ქრისტეს ძალიან სწრაფად, როდესაც უნდათ ეკლესიებს რომ ალბათ გამრავლდნენ, დაიმოწაფონ ძალიან ბევრი ადამიანები, აქ შეიძლება მატერიალური ინტერესებისა, აქ შეიძლება ზოგი გულწრფელად გონია, რომ ეს არის ქრისტეს სამსახური, რომ რაც უფრო მეტ ადამიანებს და რაოდენობაზე არის აქცენტი გაკეთებული. და როდესაც ადამიანებს უქადაგებენ, ეუბნებიან, აი მიიღე იესო ქრისტე შენ ხსნელად, გესმით? და აქ უკვე სიღრმისეულად არ ეუბნებიან რა არის ეს, რას ნიშნავს ეს, რომ იესო უნდა გახდეს შენი უფალი და შენ რო გაიშინაგანებ იმას, რა გააკეთა იესომ და ამას გონებრივად კარგად მიიღებ, ხო? მე შეგიყვარდება ის აუცილებლად და ვინც გიყვარს, იმას ემორჩილები კიდევაც და ის უფალია და ბატონი არის შენი. მოკლედ იესოს უფლობის ბატონობის შესახებ. ხოლო ინგლისურ სიტყვებში, როცა ლაპარაკობდა ჯონი, ერთ სიტყვას ხმარობდა. მე იძულებოდი 2-3 სიტყვით განსაზღვრო ხოლმე ის, რასაც ბატონი ჯონი ამბობს. აქ ამიტომ ვთხოვთ, რომ ყველანაირად ყურადღებით მოусმინოთ ამას. მე რაც შემეძლო ისე გადავთარგმნე რონის კითხვა და ბატონ ჯონის პასუხი. სალამი, მე მქვია რონი და რამოდენიმე ჩვენგანი ბატონო ჯონ სწავლობს კამპუსში იმ კოლეჯის განყოფილებაში, სადაც ასწავლის ლენს კუინი, ეს ალყობა ერთ-ერთი მათი ლექტორი არის. და უბრალოდ, როდესაც ის იხილავდა თქვენს ხელნაწერებს, რომელიც თქვენ გააჟღერეთ ხომ, თქვენი მომავალი წიგნის შესახებ, რომელიც ეხებოდა ქრისტეს უფლობას და მის ჩვენს ბატონობას ხსნის შესახებ. და ჯონ მაკარტური მიხვდება ვიზეცაა ლაპარაკი და აგრძელებს რონი. თქვენი ეს ნაწილი საუბრობდა ქრისტეს როგორც მხსნელისა და არა მისი უფლობის შეხედულება, რომელიც მომდინარეობდა დისპენსაციონალიზმისაგან. და მე ძალიან გამიჭირდა ამის აღქმა და ამის გაგება. შეგიძლიათ უფრო ამიხსნათ ამ ორ შორის კავშირი. ესე იგი ვიმეორებ, ლაპარაკი არის ბატონ ჯონის ვერსია, ბატონი ჯონის და ასევე ძალიან ბევრი სწორი მიმართულებით ვინც მიდის, იმათი შეხედულება არის, რომ ქრისტე არა მხოლოდ მხსნელი, არამედ უფალია და ბატონობს, მაგრამ მეორე კატეგორია, რომელიც არ ცნობს, ან არ იღებს, ან აქცენტს არ აკეთებს ქრისტეს უფლებაზე და მარტო მხსნელატოვებს, ხო? ამაზე ლაპარაკი, რომ ისინი საიდან იღებენ ამას და რა კავშირშია დისპენსაციონალიზმი. სანამდე ამას გავცემდე, უკაცრავად ჯონ მაკარტურის იმას მოგიყვებოთ, მოდით გეტყვით ახლა კიდევ გაგახსენებთ, რას ქვია დისპენსაცია და რა მნიშვნელობა აქვს მაგას ბიბლიაში. და მე მოვიძიე იმაზეც გავაზიარე. ვებგვერდი არის ესეთი, გააქვთ კითხვები, got questions, ქართულადაც გააკეთეს ეს ვებგვერდი, სადაც თქვენ ნებისმიერ კითხვას ჩაწერთ და ამოგიყრით ბევრ მასალებს, ხოთა შორის ქართულ ენაზეც. დისპენსაცია ეს არის საგანთა მოწესრიგება, ადმინისტრირება, სისტემაში მოყვანა და მართვა. თეოლოგიაში დისპენსაცია დროის ღვთაებრივი მართვა არის. ყოველი დისპენსაცია ღვთაებრივად მართულ ეპოქაა. დისპენსაციონალიზმი თეოლოგიური სისტემა, რომელიც ცნობს ღვთის მიერ მართულ ეპოქებს. დისპენსაციონალიზმს ორი მიმართულება აქვს: თანმიმდევრული, სიტყვასიტყვით ახსნა განმარტება წმინდა წერილისა და განსაკუთრებით ბიბლიური წინასწარმეტყველებისა და მეორე ეკლესიისაგან დამოუკიდებლად ისრაელის განსაკუთრებული როლი ღვთის გეგმაში.
კლასიკური დისპენსაციონალიზმი ღვთის გეგმაში კაცობრიობის მიმართ აღიარებს 7 დისპენსაციას. ესე იგი დისპენსაცია, რომ მიცოდეთ, ჯონ მაკარტურის დისპენსაციონალისტია, მაგრამ ამ საკითხში დისპენსაციონალისტები ცდებიან, გესმით, როცა ესე უდგებიან ქრისტეს და მე მიხვდები თქვენ რაზეა ლაპარაკი. და ჩვენი ამ სათაური მე ესე დავასათაურო, თქვენ კიდევ უფრო გზაზე დაგაყენოთ. იესოს მიერ მოწოდებული ხსნა და სახარება განსხვავდება პავლეს მიერ ნაქადაგებისაგან თუ არა და მიხვდებით მე რატომ. ჩვენ ვაგრძელებთ კიდე გამარტებას მოხსენებთ დისპენსაციონალიზმს და დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ. დისპენსაციონალისტები ბიბლიის სიტყვასიტყვით განმარტებას ჰერმენევტიკის საუკეთესო მიდგომად აღიარებენ. პირდაპირი განმარტება ყოველ სიტყვას ანიჭებს იმ მნიშვნელობას, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს. ცხადია გათვალისწინებულია სიმბოლოები, მეტაფორული სიტყვები და ნიშნები. გასაგებია, რომ სიმბოლოებისა და ხატოვანი თქმების მიღმა ვერბალური მნიშვნელობებიცაა. მაგალითად, როცა ბიბლიის გამოცხადების მე-20 თავში დაწერილია 1000 წელიწადზე, დისპენსაციონალისტები ამას 1000-წლოვან პერიოდად აღიქვამენ. სამეფოს დისპენსაცია, რადგან არ აქვს დამაჯერებული მტკიცებულება, რომ სხვანაირად გაიგონ. და არსებობს კიდევ ძალიან კარგი ინფორმაცია ამ დისპენსაციონალიზმის შესახებ, შეგიძლიათ კიდევ გადახედოთ, რომ მე ახლა არ წავიკითხო, მე გავაზიარებ ჩემს გვერდზე და იქაც სადაც დავდებ ამას, აქაც გავაზიარებ იმის კომენტარებში ამის განმარტებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ხომ გითხარით არა? ესე იგი სხვადასხვა დროებში ღმერთის სხვადასხვა დავლენა და სხვადასხვა დამოკიდებულება და მიმართება ქონდა კაცობრიობასთან და ადამიანთან, ხო? ეს გასათვალისწინებელია. აი ამ საკითხში, როდესაც ისინი ახლა გაყოფენ უკვე იესოს და პავლეს იმას მოვისმენ ჯონ მაკარტურის, აი აქ უკვე ეს იმაშება, რა ქვია, ცდებიან. მაგრამ ეს ჯონ მაკარტური იტყვის, ეს არ არის მთავარი საკითხი, საიდანაც არგუმენტაციას იღებენ და ჩვენ ნახავთ საიდან არის ძირითადად ისინი დავალებული, ვინც არ იღებს ქრისტეს უფლობის ამ იდეას და მარტო ხსნელად ტოვებენ მას. აი მოდით მოვუსინოთ ახლა ჯონ მაკარტურს. და ამათან კავშირი. დიახ, რომ ნება მომეცით გითხრათ, რომ მართლაც ქრისტეს არაუფლობის პოზიცია გარკვეულწილად დაცულია დისპენსაციის საფუძველზე. მაგალითად, მე ახალხან წავიკითხე სტატია ამის შესახებ, სხვათა შორის ლენსი წერს მაგას, ვინც თქვენ ახსენეთ, და არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: დიახ, ჩვენ ვეთანხმებით, რომ იესო მოუწოდა ხალხს მონანიებისაკენ. ჩვენ გვჯერა, რომ მან მოუწოდა მათ მორჩილებისაკენ, ჩვენ გვჯერა, რომ მან მოუწოდა მათ მოწაოფებისაკენ, მაგრამ ეს იყო მისი ჯვარზე ასვლამდე. ასე რომ ეს იყო სხვა დრო და სხვა გარიგება, ანუ სხვა დისპენსაცია. და ის, რაც იესომ გააკეთა ევანგელიაში და რაც გააკეთა პავლემ, ორი სრულიად განსხვავებული რამ არისო. ხედავთ? ასე რომ ზოგჯერ დისპენსაციის ბადე, ნახეთ ეს ბადე, გამოიყენება ქრისტეს ჩვენზე ბატონობის შეხედულების წინააღმდეგ საკამათოდ. და ისინი იტყვიან, რომ პავლე ყოველთვის ამბობდა: დაიჯერეთ, გწამდეს რწმენა მადლი. ხოლო იესო ყოველთვის ამბობდაო: მოინანიეთ, დამორჩილდით. ასე რომ ერთის მხრივ თქვენ გაქვთ იესო და ძველი აღთქმის ხსნა, ებრაელები და სამეფო, მეორე მხრივ კი თქვენ გაქვთ პავლე, მადლი, რწმენა, ეკლესია და ახალი აღთქმა, ახალი შეთანხმება. და კითხვის ავტორი რონი ერევა, დიახ, არის თუ არა ესეთი აზრი, საიდანაც მომდინარეობს ეს მოციქულთა საქმეების მეორე თავიდან, რომ სამყარო რჯულის ქვეშ იყო. შემდეგ ეს იყო ერთგვარი საშეღავათო პერიოდი და როცა 1000-წლოვანი სამეფო მოვა, ისევ რჯული იქნება აქტუალური. ეს გაგებაც მასთან კავშირშია, ჯონ? და ჯონი პასუხობს: დიახ, და დისპენსაციონალიზმზე კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ შესაძლოა დაბრუნდეს ასეთი ევანგელიზმი 1000-წლოვან სამეფოშიცო. გასაგებია ჯონ. მაგრამ ჩემი განცდა, ჩემი გრძნობას მოგაწვით, რომ თქვენ გაქვთ აქ დიდი პრობლემა. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, რაც ზემოთვე ვახსენე და გაყოფთ იესოს ევანგელიზმს პავლეს ევანგელისტთან, თქვენ დიდი პრობლემა გექნებათ. ხედავთ? და თითქოს და აქ არის რაღაცა ორი ხსნა. იესოს აქ სხვა ხსნა, პავლეს აქ სხვა ხსნა. თქვენ იღებთ იესო, რომელიც ქადაგებდა ხსნას ამ გზით და ახლა პავლე ქადაგებს ხსნას სხვა გზით. ეხლა თქვენ უკვე შეხვედით პრობლემაში. ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობაა. ასე რომ ჩვენი წიგნის თავდაპირველ ნაწილში ჩვენ ამას საკმაოდ ვრცლად განვიხილავთ, რადგან სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც გამოიყენება მათ მიერ.
მაგრამ ეს არ არის პოპულარული არგუმენტი, რომლებსაც იყენებს ეს ავტორების უმეტესობა, რომლებიც დღეს ამ საკითხზე წერენ. მაგრამ ის არსებობს და ზოგიერთს აქვს ასეთი მოსაზრებაც. მაგრამ ამ დებატების ლაპარაკი ესე ვიმეორებ ქრისტეს უფლობისა და მხსნელობის შესახებ, რომ ქრისტე არის, ისინი ამბობენ, რომ ქრისტე არის მხსნელი და არ არის აუცილებელი გახდეს უფალი. ამ დებატების ფესვები ნამდვილად არ არის იმდენად დისპენსაციონალიზმში, რამდენად ისინი უფრო არიან იმ ძალიან კეთილგანწყობის განზრახვაში, რომ მადლით გადარჩენა, ამბობენ ისინი, რომ არ შეურიოთ საქმეების გადარჩენასთანო. ეხლა მე ამაზეც კიდევ ახალი მსმენელები ვინც აყავს, რომ მე არ მინდა დაიბნენ პროტესტანტულ სივრცეში და ეს მოდის რეფორმაციიდან, ძალიან დიდი აქცენტი დაისვა იმაზე, რომ ჩვენ საქმეებით ვერ გადარჩევით, ჩვენი საქმეებით, რასაც კათოლიკეები, მართლმადიდებლები დღესაც აკეთებდნენ და იყვნენ ზოგიერთი პროტესტანტები, რომლებიც ამაზე აკეთებდნენ, რომ გადარჩენა, ხსნა ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული, გესმით? და არიან პროტესტანტების განკურებული გაყოფილება, რომლებიც პავლეს სიტყვებს იშველიებენ და ამბობენ, რომ გადარჩენა, ხსნა არის მხოლოდ და მხოლოდ მადლით და რწმენით. ეს არის ერთგვარი რაღაცა დიდი რაღაცა გვირგვინი ამ პროტესტანტიზმის, რომ ეს არის ძირითადად, მაგრამ როცა დებატები წავიდა, ძალიან დიდი დებატები წავიდა ამის შესახებ, რომ ადამიანები, ესე იგი, რა საქმეები, კეთილი საქმეებზეა ლაპარაკი, ასევე შენი ძალებში რა არის, რომელსაც შენ კონტრიბუციას გააკეთებ შენს ხსნაში და შენს გადარჩენაში. და აი ეს, ახლა ნახეთ, როგორ არის სატანა, როგორ იყენებს, რომ უფრო და უფრო ადამიანების შიგნით თუ ადამიანი რაღაცა სწორს მიაგნებს, მე რაღაცა გზაზე გადაახვევინონ. და ეხლა ეს ადამიანები, ნახეთ, აი ამას იყენებენ, რაც სწორი არის, რომ დაიცვა მადლისა და რწმენის დოქტრინა. და აი ამას იყენებენ, გესმით, რომ ელემენტარულად ეხლა მეორე შეცდომა დაუშვან იესოს უფლობის საკითხში. და აგრძელებს ჯონ მაკარტური. დიახ, ისინი ამბობენ, ამტკიცებენ, ესე იგი, მისი ოპოზიცია. თუ თქვენ მოუწოდებთ ადამიანებს მონანიებისაკენო, ეს უკვე საქმეებით გადარჩენას გავსო. თუ ხალხს მოუწოდებთ, რომ დაემორჩილონ ქრისტეს, ესეც იგივე საქმეების ტოლფასიაო, რომ შენი ძალებით გადარჩენის ტოლფასი გამოდისო. და მადლი უკვე აღარ არის ერთადერთი რამ, რომელიც რწმენით უნდა თქვენ მიიღოთ და ამითი გადარჩეთო. ხედავთ, არგუმენტირებისას ამას იყენებენ. მაგრამ ჩემი პასუხი, ჯონ მაკარტური მათ პასუხობს. კარგად, თუ თქვენ მოუწოდებთ კაცებს, რომ დაიჯერონ ეს საქმეებია, ბუნებრივია, მაგრამ თუ აპირებთ, რომ სარწმუნოებისაგან და რწმენისაგან მოუწოდოთ, რატომ არ ეტყვით მათ პირველ რიგში იმას, რომ რწმენით ისინი ცოდვიდან ღმერთს მიმართავენ. რატომ არ ეტყვით იმას, რომ ისინი ამით რწმენით ემორჩილებიან ქრისტეს და აქ საქმეები არაფერ შუაში არ არის. უფრო მეტიც, რატომ არ უნდა ეთქვათ მათ, რომ რადგან ხსნა ღვთის მადლის საქმეა, როცა ღმერთი იხსნის ვისმეს, ის აჩენს სწორედ სინანულს და რწმენას ერთად მორჩილებასთან. ასე რომ ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობთ და როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, ამას მომავალ კვირას თქვენ დილის შეტყობინებაში, ქადაგებაში აუცილებლად გეტყვით უფრო დეტალურად. და არის ეს ძირითადი რამ, რაც მე მჯერა, რომ ხდება ჩვენი ხსნის და გადარჩენის დროს. როდესაც ღმერთი იხსნის ვინმეს, ეს არის უკვე ეს ამ ადამიანის განზრახვა იცვლება, განზრახვა. ხედავთ, არსებობს განზრახვის, დამოკიდებულების, სურვილის და ნების დრამატული ტრანსფორმაცია, რაც მერე შესაბამისად იწვევს ქცევის ცვლილებას. და არ არის აუცილებელი ქცევის მყისიერი, მომენტალური, ტოტალური ტრანსფორმაცია. ქცევას დრო ჭირდება, რომ ეს გადავიდეს ჩვევაში და ქცევაში ეს გამოჩნდეს ნაყოფებით. მაგრამ პირველი იცვლება განზრახვა, სურვილი, ნება და შენი დამოკიდებულება ცოდვისადმი. და შეიძლება შეჯამდეს და ჩამოისხას ერთ დომინანტურ ასში. როდესაც ადამიანი გადარჩება, მას უყვარდება ღმერთი. დიახ, მას უყვარს ქრისტე და ეს არის უკვე ახალი მიდგომა, ახალი სურვილი მისი სიყვარულის გამოხატვისა, რომ ემსახუროს იმას, ვინც მას უყვარს. და მას შემდეგ, რაც თქვენ დაადასტურებთ, ეს ხსნა უკვე გაიძულებთ
რომ თქვენ შეიყვაროთ ღმერთი. ეს არის რომაელთა წერილის მეხუთე თავში, ღვთის სიყვარული უკვე ჩვენს გულებში უხვად გადმოიღურება. და როგორც კი დაამტკიცებთ მას, რომ ხსნა აიძულებს ადამიანებს შეიყვანოს ღმერთი, მაშინ ყველაფერი დანარჩენი თავის ადგილზე დადგება. შენ თუ ღმერთი გიყვარს, რა გძულს? ცოდვა. თუ ღმერთი გიყვარს, ვის ემორჩილები? იმას, ვინც გიყვარს. ასე რომ ეს წყვეტს ყველა პრობლემას, ეს არის ის, რისი თქმაც ჩვენ უნდა შევეცადოთ. ეს ასე მუშაობს, ეს არის ის, როდესაც ღმერთი იხსნის ვინმეს, ის აძლევს მათ ახალ გულს. გახსოვთ ხომ? ეზეკიელი ამოიღებს ესეთ ქვის გულს და აძლევს მათ ხორციელ გულს. ამ ხორციელ გულს აუცილებლად ღმერთი შეუყვარდება. და იესო ამბობს ამას არაერთხელ იონეს სახარებაში, სადაც ისაუბროს იმაზე, რომ ვინც მე მიცნობს, მე მიყვარს ის და მამასაც უყვარს ის და ჩვენ გვიყვარს ის. და ის ყველას გვაკავშირებს ღმერთთან ამ სიყვარულის კავშირით. ასე რომ როგორც კი გადარჩები საკუთარი თავის სიყვარულის ნაცვლად, ცოდვის ნაცვლად, სამყაროს ნაცვლად, ხორცის, ეშმაკის სიყვარულის ნაცვლად, შენ უკვე გიყვარდება ღმერთი, გიყვარდება იესო ქრისტე და გიყვარდება ის, რაც სწორია და რაც ჭეშმარიტია და გძულთ ის, რაც არ არის სწორი, რაც ბოროტებაა. თქვენ გიყვარდებათ მორჩილება მის მიმართ და გძულს დაუმორჩილებლობა. ეს არის განზრახვის სურვილი, ეს არის ნება, დამოკიდებულება, რომელიც გარდაიქმნება ამ ადამიანში. ეს არის ძირითადი ფესვი, რომელიც იწვევს და გამოაქვს სწორი კეთილი ნაყოფები. გასაგებია? დიახ, გასაგებია, გმადლობ ჯონ. ისე ეს მე მგონი საკმარისია და ჩვენ უნდა შევჩერდეთ და გთხოვთ რომ ილოცოთ ჩვენთვის ამ კვირაში, ჩვენ ვაპირებთ ეს გადავიტანოთ წიგნის საბოლოო ეგზემპლიარი და გავაგზავნოთ ეს დასაბეჭდად და ფიქრობ ეს მაისში უნდა იყოს ეს ყველაფერი დამთავრებული. და მეთანხმებით რომ დღეს ძალიან მშვენიერი იყო ღვთის სიტყვაში ერთმანეთთან მოზიარეობა, ვიმედოვნ რომ თქვენც ისევე კარგად გაატარეთ ეს დრო როგორც მე და ისე კარგად ისიამოვნეთ როგორც მე და მე ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე მე ძალიან მიყვარს ამის გაკეთება. მე მაქვს გაკვეთილები, რომელსაც ვასწავლი კოლეჯში ორშაბათობით დილის 7 საათზე, სახელწოდებით სამინისტროს ფორუმი და მე იქ უბრალოდ როცა შევდივარ, მიღებ ჩემს ბიბლიას და ვიწყებ პასუხებზე კითხვები. ჩვენ საუბრობს მომავალ მსახურებაზე. ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ რა არის ღვთის სიტყვაში, რაც ჩვენ სტუდენტებს გამოადგება და რაც მათ გულშია კითხვები, რომლებსაც უნდა გავცეთ პასუხი და ეს ძალიან შესანიშნავი დრო არის. სამშაბათობით იგივეს ვაკეთებთ სემინარიის ადამიანებთან, უბრალოდ 40 წუთს ვატარებ, 35 წუთს მხოლოდ კითხვაზე პასუხების გასაცემად და ჩვენ უზიარებთ ღმერთის სიტყვას წმინდა წერილზე დაყრდნობით და ვაკეთებთ ჩვენი დიალოგს მსახურებისას და ეს ძალიან დიდარი და ძალიან ნაყოფიერი რამაა. ხომ გიხარიათ? იმედია თქვენს გიხარიათ რომ ჩვენ გვაქვს პასუხების წყარო ამ ყველაფერზე, რაც ჩვენს გულში მოდის და არ ვეძებთ მას სადმე სადღაც ვიღაცა ადამიანის მოფიქრებულ რაღაცა აზრებში. მე მგონი ყველა დამეთანხმებით რომ ეს ძალიან ახმართ-თოვანებელი და მშვენიერია. მადლობა უფალს პირველ რიგში დღევანდელი დღისათვის და მადლობა თქვენ ამ სესიაში მონაწილეობისათვის. და ასევე იმ მსმენელებს, ვინც ამას მოისმენს, მეც დავამატებდი.